ახალი მესტია დღეს სვანეთის ცენტრში ახალი იუსტიციის სახლი, პოლიციის ახალი შენობა, სასტუმრო ჰოსტელი, ახალი ხიდი და 136 კილომეტრიანი გზა საზეიმოდ გაიხსნება. ცერემონიას ხელისუფლების დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. შემდეგ კი კონცერტი და ფეერვერკი გაიმართება. ამ წუთებში სვანეთის საბოლოო სამზადისშია. კურიერის კორესპონდენტი ნინო სამყურაშვილი აკვირდება მესტიის განახლების პროცესს. მესტიაში უკვე სამუშაოები სრულდება და ბოლო სამზადისი მიმდინარეობს სტუმრების დასახვედრად უკვე გამოტანილი არის ღიაცის ქვეშ მაგიდები, სადაც მთელი დღის განმავლობაში მომზადდება სვანური სამზარეულო და აქ ამოსულ სტუმრებს შესთავაზებენ სვანურ სამზარეულოს. ასევე დღეს გაიხსნება მესტიაში სასტუმრო ჰოსტელის სეტი, რომელიც იქნება 46 ადგილიანი, ნომრები იქნება 4, 6 და 8 ადგილიანი და ასევე აქ იქნება მესამე სართულზე ჰოსტელის სეტში ბარი, რომელსაც დაერქმება ვარდების რევოლუციის ბარი და მასში წარმოდგენილი იქნება ყველა ის პუბლიკაცია, რომელიც უცხოურ და ქართულ პრესაში საქართველოს შესახებ 2003 წელს იწერებოდა. გამზადდება სვანური ელარჯი, თაშმიჯაბი, აგრეთვე შეიძლება მწვადები, გვექნება ჭვიშტარი და ხაჭაპური, რა თქმა უნდა. ყველა აქ მოსულ სტუმარს ჩვენ შევთავაზებთ ქართულ სვანურ სამზარეულოს. მესტია ჩამოყალიბდა უნიკალური სამთო-სათხილამურო კურორტად და ფაქტობრივად ყოველ სეზონურ კურორტად. აქ ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს ისეთი განთავსების საშუალებები, რომლებიც ემსახურება სხვადასხვა ტიპის ტურისტებს, ასაკის და სეგმენტის. აქედან გამომდინარე, ჰოსტელის სეტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველ რიგში მოემსახურება მომავალში ეგრეთ წოდებულ ბექპეკერებს, ახალგაზრდა სეგმენტს, ვინაიდან საკმაოდ ხელმისაწვდომი და იაფიანია. იუსტიციის სახლი, პოლიციის ახალი შენობაც გაიხსნება დღეს მესტიაში და უკვე დღეიდან ამუშავდება ისინი. იუსტიციის სახლი შესთავაზებს მოქალაქეებს ყველა იმ სერვისს, რომელსაც ზოგადად იუსტიციის სახლები ითვალისწინებს. მესტიაში განთავსდება იუსტიციის სახლში საჯარო და სამოქალაქო რეესტრები, ქორწინების სახლი, ასევე აქ იქნება მესტიის პროკურატურა და მესტიის იუსტიციის სახლი შეითავსებს ასევე არქივის ფუნქციასაც. ასევე დღეს იხსნება ახალი ხიდი, რომელიც არის იურგენ მაიერის პროექტი. ეს ხიდი იქნება 30 მეტრიანი და ის არის მდინარე მესტიის ჭალაზე და ის აეროპორტთან აერთებს მესტიას. დღეს ასევე ყველაფერთან ერთად იხსნება 136 კილომეტრიანი ახალი გზა ზუგდიდსა და მესტიას შორის და ამ ახალმა გზამ 4-ჯერ შეამცირა მანძილი ორ ქალაქს შორის. მესტილებს საშუალება ექნებათ, რომ ისარგებლონ იმ სერვისებით, რომლებიც ყველა იუსტიციის სახლში ინერგება, ეს არის ელექტრონული სერვისები, ეს არის ფონების რეგისტრაცია, ბიზნეს რეგისტრაცია, პირადობის მოწმობა, სამხალხო აქტები და ასე შემდეგ. მათ საშუალება ექნებათ, რომ კომფორტულად მიიღონ ყველა ეს დოკუმენტაცია აქვე მესტიაში და აგრეთვე მიიღონ ის ონლაინ სერვისები, რომელიც ჩვენ იუსტიციის სახლებში მოქმედებს და ამის საშუალება ექნებათ არა მარტო მესტილებს, არამედ აქ ჩამოსულ დამსვენებლებს, ტურისტებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი ტურიზმის განვითარებისას, როცა 2 საათში ადამიანის შეუძლია ამოვიდეს აი ესეთ უმნიშვნელოვანეს ადგილას. ამის გარდა რამოდენიმე ობიექტი თავდება დღეს, ეს არის ხიდი, რომელიც დამაკავშირებელია აეროპორტსა და ქალაქს, ამავე დროს იუსტიციის სახლი, პოლიცია, რომელიც ყოველგვარი კომფორტისათვის არის საჭირო, რომ ტურისტმა იგრძნოს თავი დაცულად. სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართება დღეს მთელი დღის განმავლობაში მესტიაში. დღის ბოლოს კი გაიმართება 2 საათიანი კონცერტი პროგრამა, რომელსაც გახსნის ადგილობრივი ანსამბლი ლაგუშა და შემდეგ 1 საათიანი პროგრამა აქვთ მგზავრებს. ამ ყველაფერს კი დაასრულებს გრანდიოზული ფეიერვერკი მესტიაში.